სიახლეები გვაქვს თბილისის საქალაქო სასამართლოდან, სადაც რეჟიმის მსახურმა ერთ-ერთმა მოსამართლემ 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. საუბარია 13 პირიან ჯგუფზე. მოსამართლემ 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მანუჩარ მიქელაძეს, 2 არასრულწლოვანი ბავშვის მამას. უფრო მეც ახლა ჩემი კოლეგა ლიზი ვეკუა მოგვიყვება პირდაპირ ეთერში. ის აშუქებდა სწორედ ამ პროცესს სასამართლოში. ლიზი, გისმენთ, საზოგადოება ელოდება შენგან უფრო მეტ ინფორმაციას. დიახ, როგორც თქვენ თქვით, რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე თამარ მახარობლიძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე. ამჯერად საქმე ეხებოდა 13 პირს და აქედან 12-მა მათგანმა გააფორმა საპროცესო შეთანხმება და პირობები იყო შემდეგდაირი: 1 წელი რეალური სასჯელი, ხოლო 3 წელი პირობითი მსჯავრი. რაც შეეხება მანუჩარ მიქელაძეს, მან დღეს სხდომის დასაწყისში ვეთქვა, რომ ის არ აპირებდა საპროცესოს გაფორმებას და მან ისარგებლა საბოლოო სიტყვის უფლებითაც და ვიდრე მისი საბოლოო სიტყვის შესახებ მოგიყვებით, მანამდე რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სხდომა და აქ არიან ადვოკატები, რომლებსაც პირდაპირ ეთერში გავესაუბრები. მოგესალმებით ბატონო დიმა ნოზაძე არის ჩვენთან ერთად და კითხავთ თუ შეიძლება პირობებზე, რომელიც საპროცესოს შემდეგ მივიგეთ, თქვენ ვისიცავდით პირველ რიგში გააცანით მაყურებელს. მოგესალმებით, წარმოვადგენდი საბაკ ორძაიას ინტერესებს. დღეს გაფორმდა საბოლოო საპროცესო შეთანხმება ბრალდებასა და საბაკ ორძაიას შორის. პირობები იყო შემდეგი 1 წელი და 6 თვე რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი. ბატონო, მკითხებულებებზეც კითხავთ თუ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ თქვენმა დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარა დანაშაული, ჩვენ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული სხვა პირების განაჩენიც მოვისმენთ, მაგალითად დღეს მანუჩარ მიქელაძესაც, რომელსაც 5 წელი მიუსაჯეს. მკითხებულებები იდო თუ არა საქმეში, საკმარისი იმისთვის, რომ 5 წელი მიესაჯათ ამ მოქალაქეებისთვის. მანუჩარ მიქელაძესთან დაკავშირებით მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ხოლო საბაკ ორძაიასთან მიმართებაში ვიტყვი, რომ ერთადერთი რაც იდო ეს იყო 4 ვიდეო, 3 ვიდეო უფრო სწორად და 1 ფოტოსურათი. აქედან ერთ-ერთ ვიდეოზე თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო დაწესებულებამ გასცა ის, რომ პირის იდენტიფიცირებასთან იყო კითხვები. სხვა მტკიცებულებები, როგორც ესეც საბაკ ორძაიასთან მიმართებაში არ ყოლია, ასევე არ ყოლია დაზარალებული საბაკ ორძაიასთან მიმართებაში. თუმცა ეს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გამოხატავს მის ნებას და მის სურვილს. ძალიან დიდი მადლობა დიმა ნოზაძეს უსმენდით და ჩვენთან ერთად არის ლევან მახარაშვილიც. ბატონო ლევან, მოგესალმებით და კითხავთ თუ შეიძლება თქვენი დაცვის ქვეშ მყოფების შესახებ. დღეს 2 პირს თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. პირობების შესახებ უკვე ცნობილია, მაგრამ თქვენი პოზიცია გითხარით ამ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და პირობებთანაც. რა იცით, როდესაც საპროცესო შეთანხმება ფორმდება, ეს არის ცალსახად გარიგება, ასე ვთქვათ, ბრალდებულსა და პროკურორს შორის. ასეთ შემთხვევაში დაცვის ერთადერთი ფუნქცია გახლავთ, რომ მან აუხსნას ბრალდებულს მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, განუმარტოს საფუძვლიანად მისი უფლებები და ასევე გაუწიოს კონსულტაცია. როგორც გია, ასევე მიხეილ თოლორაია აღიარებდა ამ დანაშაულს, მათ თავად ვიმართეთ განცხადებით პროკურატურას და მათთვის მისაღები იყო ის პირობები, რა პირობებზეც მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება. ძალიან დიდი მადლობა ლევან მახარაშვილს უსმენთ და გურანდა ქურდოვანიძესთანაც გავაგრძელებ საუბარს. ხალბატონო გურანდა, თქვენი დაცვის ქვეშ მყოფების შესახებ გვითხარით, ვისიცავდით გავანდელ სასამართლო პროცესზე და რა შედეგი დადგა მოსამართლე თამარ მახარობლიძის გადაწყვეტილების შემდეგ. მე ვიცავდი 2 ბრალდებულს, იური ლომიძეს და მანუჩარ მიქელაძეს. იური ლომიძესთან მოხდა საპროცესო შეთანხმების გაფორმება ბრალსა და სასჯელთან დაკავშირებით, რაც შეეხება მანუჩარ მიქელაძეს, შეთავაზებული ჰქონდა მას პირობები, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტი იყო, რამდენად მოხდებოდა აღნიშნული პირობებზე თანხმობის გაცემა და შესაბამისად გააკეთა განცხადება, რომ არ სურდა იმ პირობებზე, რომელიც წარმოდგენილი იყო, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. გურანდა ქურდოვანიძეს უსმენდით, ოპერატორს ვთხოვ, ახლა 4 ოქტომბრის საქმეზე პროკურორი როინ ხინთიბიძე აკეთებს განცხადებას და პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ურავის ხმა უნდა და მანამდე უნდა ითქვა. ბატონო როინ, გვითხარით ხელოვნდა საქმესთან დაკავშირებით. ცოტა გამოვიწიოთ რა, აი თუ შეიძლება. პირდაპირ ეთერში ხართ ფორმულას ეთე. კი ბატონო, 12-მა ბრალდებულმა მოგმართა განცხადებით, მოითხოვეს საპროცესო შეთანხმება, ადასტურებდნენ რომ აღიარდნენ სრულად ჩადენილ დანაშაულს და ითხოვდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას კონკრეტული პირობები. ჩვენ შორის გაფორმებული იქნა საპროცესო შეთანხმება, 11 მათგანი ცნობილი იქნა დანაშაულით წარგენილ ბრალდებაში და განისაზღვრა 1 წელი თავისუფლების საკვეთა და 3 წელი პირობითი, 1 მათგანი ცნობილი იქნა დანაშაულით წარგენილ ბრალდებაში და განისაზღვრა 1 წელი და 6 თვე თავისუფლების საკვეთა და 3 წელი პირობითი. ერთმა ბრალდებულმა არ მოგმართა უარი თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, მის მიმართ გამოვიდა განაჩენი არსებითად და მიესაჯა 5 წელი თავისუფლების საკვეთა. პირველ რიგში რამ განაპირობა ის, რომ რეალური სასჯელი იყო ამ შემთხვევაში ამ ჯგუფთან დაკავშირებით. გიორგი კირვალიძე პროცესის მიმდინარეობისას აღიარა დანაშაული, განაცხადა თავს ცნობდა დამნაშავე წარგენილ ბრალდებაში, განცხადებით მოგმართა დაადასტურა თავს ცნობდა დამნაშავე წარგენილ ბრალდებაში, მოსამართლის კითხვებზე რომ ცნობდა თუ არა თავს დამნაშავე ბრალდებაში, თქვა რომ დიახ ცნობდა თავს დამნაშავე ბრალდებაში, განაცხადა რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დროს მუქარას იძულებას, ძალადობას ადგილი არ ქონია, საპროცესო შეთანხმების გაფორმება იყო მისი ნება
და ამის შემდეგ მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაემტკიცებინა და გამოიტანა განაჩენი მის მიმართ. განაჩენის გამოტანის შემდეგ ის გახდა აგრესიული და თქვა, რომ უკამი ჰქონდა აღიარება, თუმცა ასეთი რაღაც არ არსებობს საპროცესო კოდექსში. განაჩენის გამოტანის შემდეგ საპროცესო უარს ვერ ეთქვი. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა პროკურორ როინ ხინთიბეძეს უსმენით პირდაპირ ეთერში და მე ჩართვის დასაწყისში გეუბნებოდით, რომ დღეს საბოლოო სიტყვით ისარგებლა ახლა უკვე მსჯავრდებულმა მანუჩარ მიქელაძემ, რომელიც ერთადერთი იყო ამ 13 პირში, ვინც არ აღიარა დანაშაული და არ გააფორმა საპროცესო შეთანხმება. მან სხდომის მიმდინარეობისას საბოლოო სიტყვისას გაიხსენა 4 ოქტომბრის აქციის მოვლენები, ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი იყო პროვოკაცია, რომელიც მოაწყო ქართულმა ოცნებამ და ამ ყველაფრით სურდათ, რომ ის მოქალაქეები დაესაჯათ, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. როგორ შეიძლება ქართლებს ვინც არ უნდა იყოს ქვეყნისთვის ევროპული მომავლისთვის, ბედნიერი მომავლისთვის, შვილების მომავლისთვის მებრძოლი ხალხი გაასამართლა და 5 წელი წინაშე იმ ფონზე როცა ეს იყო პროვოკაცია და თუ ეს პროვოკაცია არ იყო რატომ მე მაგას ვიტყვი პროკურორებთან და სასამართლოს რატო არ იგია თუ თვლი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება თვლი რომ ხარ ლეგიტიმური ხელისუფლება და იცავ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტს რატო არ იგია სასახლის ლობის წინააღმდეგ განლაგებული სპეციალური და რატომ იგია შიგნით გამავლის სასახლის ლობიში ეს გაბრაზებული ხალხს შორის და სპეციალურ შორის იგია 5-6 ადამიანი პოლიციის განსხვავებული რომელიც იყო პროვოკაციისთვის გამოდებული დაერქვა ნუ პროვოკაცია. ასევე არცერთი თქმა არ დასუნდა ჩვენს მისამართი რატომ გაუგრა რატომ ივერდა 100000 ადამიანი რატომ ივერდა ეს თქმა არ ჩანს სასამართლოს სამართლიანობის შესახებ. დიახ იმითობა გაბრაზებული რომ ქვეყანას არალეგიტიმური ხელისუფლება რომელმაც დააყარდა არჩევნები და მიტაც ძალაუფლება. დიახ ამ ქვეყანაში ყავის კორუფცია Nizam-ı provokatör üretmen. Şimdi dağıtınca şöyle bir Şimdi Modi şahı kontrol istedi. Polisi samaçıyla karşı bir de iddialı. Damukluyorum akva matri monarkiye smiye damukluyorum akva. Raute akıllı çarpı. Belki taumle çarpı da raute katal. Temsilahı yaratın şöyle. ეგრეთ წოდებული ხელისუფლების წინააღმდეგ შედება თუ ეს პარტია ისე რაოდენ უხარისხო ჩაფხუტი უხდა მას დაახერხა თავზე რომ აქნები ეჭი აღწევს პარტიას უდექოს 4 ოქტომბრის 13 პირიანი საქმე დასრულდა, როგორც გითხარით, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ 13-ვე მათგანის შემთხვევაში განაჩენი გამოაცხადა, აქედან 11 პირს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 1 წლიანი რეალური სასჯელი და 3 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს, რაც შეეხება საბა კორძაიას, ის უკვე მსჯავრდებული იყო სხვა საქმეზე, ამიტომ ის შემთხვევაში უფრო მკაცრი იყო, შეიძლება ითქვას სასამართლო და მას წელიწადი და 6 თვე რეალური სასჯელი და 3 წელი პირობითი მსჯავრი მიესაჯა, ხოლო რაც შეეხება მანუჩარ მიქელაძეს, რომელმაც საპროცესო შეთანხმების გაფორმება უარი თქვა, მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამ მოქალაქეებს ორ მუხს ედავებოდნენ, ეს არის სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების ან ხელში ჩაგდების მცდელობა და ასევე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან მასში მონაწილეობა.